და თავარი თემის დროც დადგა კონფერენცია, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება და ამ შემთხვევაში საკუთარ აზრს და პრეზენტაციას თავად მოზარდებით 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ეს კონფერენცია დღეს გაიხსნება და სწორედ ეს საკითხი იქნება ჩვენი თავარი თემა. ორგანიზატორების მიზანი არის, რომ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას და ასევე თინეიჯერებს და მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარ პრობლემებზე თავად ისაუბრონ. შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ, რომ თავიანთი სათქმელი მიიტანონ იმ ადამიანებამდე, ვინც დაესწრება ამ კონფერენციას, ზოგადად საზოგადოების ყურამდე. რა თქმა უნდა, ჩვენთან სტუდიაშია უკვე სტუმარი მოსული. მე გეტყვით, რომ ნატო ანთია იქნება დღეს ჩვენთან ერთად და უფრო კონკრეტულად ისაუბრებს ამ თემაზე. ასე რომ ჯერ სიუჟეტი ის უკვე ემზადება, რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება. ჯერ უნდა ვნახოთ ლიკა მოშიაშვილის სიუჟეტი. დღეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას აწყობს. ღონისძიებაზე ბავშვებს საშუალება ექნებათ მთავრობის წევრებთან ერთად საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ, გამართონ დისკუსია და მათი გადაჭრის გზები განიხილონ. ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამაზე აგებული ყველა ის პროექტი თუ პროგრამა, რასაც სახელმწიფო ბავშვთა უფლებებისთვის ახორციელებს. ამ კონფერენციაზე კონკრეტულად ჩვენი მიზანია, რომ ბავშვები მოვიწვიოთ სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდანაც და ბავშვებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ანუ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის გავხადოთ დიალოგი შესაძლებელი. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას. ისინი საკუთარ რეგიონში კვლევებსა და გამოკითხვებს ერთი თვის განმავლობაში ატარებდნენ, რათა ბავშვთა პრობლემებს უკეთ გაცნობოდნენ. მათი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ სკოლებს არ აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის. ერთთვიანი მუშაობის შედეგს ბავშვები კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ. პრეზენტაცია მოიცავს გაეროს ბავშვთა კონვენციით გაწერილ სხვადასხვა უფლებებს, უფრო კონკრეტულად მონაწილეობის უფლებას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ სრულდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მივიტანოთ უფრო შემდგომ ორგანოებთან, მივიტანოთ პირდაპირ მთავრობასთან, რომ მათ უკვე თავისი ძალისხმევით შეძლონ ამ პრობლემის მოგვარება. კონფერენცია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. მისი მთავარი მიზანი ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვაა. პროექტის ფარგლებში ბავშვები უკვე შეხვდნენ პარლამენტის წევრებსა და გაეროს წარმომადგენლებს. სულხან ჩარგეიშვილის განცხადებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი შეეცდება ღონისძიება ყოველ წელს გამართოს, რათა ბავშვებს საკუთარ პრობლემებზე მსჯელობის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ. დავბრუნდით სტუდიაში უკვე სტუმართან ერთად შემოგვიერთდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნატო ანთია. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს კონფერენცია ტარდება პირველად, მსგავსი კონფერენცია თქვენ ცენტრს ჯერ არ ჩაუტარებია. რა არის მისი მიზანი? ერთგვარად ეს ყველაფერი ჩვენ ჩამოვთვალეთ, მაგრამ თქვენ გაგვიერთიანებთ უფრო მეტად და რას ეძღვნება? მადლობა მოწვევისთვის. მართლაც პირველად ტარდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მსგავსი კონფერენცია და მოგეხსენებათ, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, არის გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის 25 წლის იუბილე და როდესაც გეგმავდით ამ პროექტს გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო ეს მნიშვნელოვანი თარიღი ამ კონფერენციისთვის. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გუნდის სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები. ეს არის ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი და თბილისი, რასაკვირველია. სულ 8 ქალაქია საქართველოს სულ 7 ქალაქი. სულ 7 ქალაქი და ბავშვები თვითონ წარმოადგენენ მოხსენებებს იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ, რაც მათი აზრით დღეს არის პრობლემური საქართველოში, რა კუთხითაც ირღვევა მათი უფლებები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი წარმოადგენენ ასევე საკუთარ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს კონკრეტული პრობლემა და საკითხი. ალბათ ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის დანახული პრობლემის მოგვარება. კარგით, მე დავინტერესდი თქვენ ჩამოთვალეთ, უბრალოდ თქვით რომ 7 ქალაქია და მაინტერესებს ეს ახალგაზრდები მას შემდეგ რაც დაბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში რა აქტივობით იქნებიან დაკავებული და სავარაუდოდ ისინი არიან უკვე აქტიური ახალგაზრდები, მაგრამ რას აპირებენ ხო არის? რას აპირებენ კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ მე ვარაუდობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში, აქტიურად გააგრძელებენ ბავშვთა უფლებების ადვოკატირების კამპანიებს, რომლებსაც ისედაც ახორციელებენ და დიდ დროს უთმობენ თავიანთი ცხოვრების და აქტივობის შესაბამისად მათ მოაქვთ თავიანთი კონკრეტული პრობლემები, ხო ეხლა?
თქვენს კონფერენციაზე? დიახ, კონფერენციაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები, რომლებზეც მოხსენებას ბავშვები გააკეთებენ. ეს არის განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, ჯანსაღი კვება სკოლებში, ანუ ის პრობლემები, რასაც ბავშვები ყოველდღიურად აწყდებიან და მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საკითხები გადაიჭრას რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მათთვის სასიკეთო გზით მათი მონაწილეობა. ეს სხვადასხვა ქალაქი თუ გულისხმობს ამ შემთხვევაში რამდენად აერთიანებთ ამ ბავშვებს პრობლემები? ანუ ხომ არ არის სხვაობა, თქვა სხვა რეგიონში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვთა უფლებების მიმართულებით და სხვაგან სხვა. ანუ რამდენად აერთიანებთ ერთი და იგივე პრობლემები? ის საკითხები, რაზეც ბავშვები აკეთებენ მოხსენებებს და რაზეც ფიქრობენ, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელია და საერთო პრობლემებია. შესაბამისად, ფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც თითოეული ქალაქი საკუთარ ქალაქს წარმოადგენს, ასევე წარმოადგენს დანარჩენ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებებზე. რამდენად იქნება მათი ჩართულობა, ისინი უბრალოდ ესწრებიან ამას თუ ამას რეალურად შედეგი მოყვება მერე? ფორმალური სახე ხო არ ექნება ამის კითხვა მინდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი კონფერენციის, რომელსაც ესწრებიან ის უფლებამოსილი პირები სხვადასხვა უწყებებიდან, რომლებიც უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე და გადაჭრან ეს საკითხები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რასაც ეძღვნება კონფერენცია, არის ბავშვის უფლება გამოთქვა საკუთარი აზრი და მიიღოს მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მას ეხება. შესაბამისად, ძალიან კარგი სივრცე იქნება ბავშვებისთვის და ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ მოისმინონ ბავშვების აზრი, გულთან ახლოს მიიტანონ მათი შეხედულებები და შემდეგ როდესაც დაბრუნდებიან თავიანთ კაბინეტებში, დაბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს, გაითვალისწინონ და იფიქრონ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბავშვებს აქვს პრობლემები და მათთვის ამ ხარვეზების გამოსწორება. თუმცა აქვე ჩდება ლოგიკური კითხვა. აქამდე ანუ არის შანსი იმისა, რომ ისეთი რამე გაიგონ, რაც აქამდე არ იცოდნენ და ადამიანები ამ თემაზე მუშაობენ? აქამდე არ იყოს ეს ჩართულობა ახალგაზრდებსა და ეს პირველი პრეცედენტია, რომ ასეთი კონფერენცია. ეს პირველი პრეცედენტია ჩვენი ცენტრის ორგანიზებით, თუმცა არის რა თქმა უნდა იყო შემთხვევები, როდესაც შედგა თანამშრომლობა ბავშვებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს უწყებებს შორის და ამისი წინაპირობა იყო ზუსტად ეს შეხვედრა, როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება ბავშვებისთვის მოესმინათ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ისინი ამას ვერ და უშუალოდ მათგან გაიგოთ პრობლემები. თქვენ რა გეგმავთ თუ აპირებთ რომ მსგავსი კონფერენციები უკვე განაგრძოთ და ჩაატაროთ და ასევე მაინტერესებს ალბათ უკვე მისახვედრია, როცა ამ ბავშვებზე მონაწილეებზე საუბრობდით, მათი აქტივობა გახდა მიზეზი იმისა, რომ თქვენ მათზე შეაჩერეთ ყურადღება და ისინი წარმოადგენენ თავის პროექტებს და პრეზენტაციებს, მაგრამ რამდენად იყვნენ თვითონ ისინი დაინტერესებული? როცა დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა, ბავშვების მხრიდან, მოზარდების მხრიდან რამდენად იყო აქტივობა ამ მიმართულებით? როდესაც გავავრცელეთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, დაინტერესება იყო ძალიან მაღალი, თუმცა უკვე უშუალოდ, როდესაც დავიწყეთ სამუშაო პროცესი, ბავშვებს ოდნავ გაუჭირდათ ყოფილიყვნენ კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული, იმიტომ რომ მათ აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა. რაც შეეხება იმას, თუ გაგრძელდება ეს პროექტი, თუ როგორ განვახორციელებთ ჩვენ შემდგომ მუშაობას, მე ვფიქრობ, რომ პროექტი გაგრძელდება, ოღონდ შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთოთ, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მოусმინოთ და ასევე ხელი შეუწყოთ იმ ბავშვების ჩართულობას, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული რაღაც აქტიურ ორგანიზაციებში, დადიან უბრალოდ სკოლებში და მათაც აქვს საკუთარი აზრი, რომლის გამოთქმის საშუალება ჩვენ ასე ყოველდღიურად უნდა მივცეთ. ამისთვის მე მგონი, არ ვიცი, რჩევას რა თქმა უნდა არ გაძლევთ, უბრალოდ იდეა მომივიდა, რომ არსებობდეს რაღაც ესეთი ვებგვერდი, სადაც ყველა შეუძლია თავისი პრობლემის დაფიქსირება უბრალოდ. მე მგონი საინტერესო იქნება. საინტერესო, იმიტომ რომ როგორც წესი ინტერნეტ სივრცესთან უფრო დიდი ახლოს არის და ხშირ შემთხვევაში არსებობენ თან ანუ ამ ასაკში ძირითადად ასეთ აქტივობებისგან თავს იკავებენ ძირითადად რა თქმა უნდა არსებობენ ჯგუფები მაგალითად ისეთი როგორც ახლა დღეს აქ ვახსენეთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან უფრო დიდ დროს ატარებენ და კი, ძალიან კარგი აზრია, რა თქმა უნდა, მონაწილეობის ფორმები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი და ინტერნეტ სივრცე არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომ გამოხატონ თავისი აზრი. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა და ახალგაზრდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნატო ანთია. ჩვენ რეკლამა უნდა ვნახოთ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. არ გადაერთეთ.